კულტურულ ნაწილზე. არასაპარლამენტო ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კაიროს ქუჩაზე ამომრჩევლად შეხვდა. სადაც ძირითადად სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობენ. კუკავა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მაქსიმალურად ჩართვა და თბილისის ბიუჯეტის განკარგვაში მათი მონაწილეობის გააქტიურებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, დევნილებზე ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეზე ყურადღება თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. კაიროს ქუჩის 26 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კუკავას აქტიურობისთვის მადლობაც გადაუხადეს. აღნიშნეს, რომ კორპუსის კედლისგან ბეტონის ქარხნის შენობის გამიჯვნა სწორედ კუკავას დახმარებით მოხერხდა. გვესმოდეს, რომ დევნილები ეს არ არიან რაღაცა სხვა ქვეყნიდან გადმოსახლებული უცხოტომელები, რომლებიც შეგვიძლია უბრალოდ შევიფაროთ და მათზე პასუხისგებლობა მოიხსნათ. ესენი არიან ჩვეულებრივ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები, რომლებსაც ჭირდებათ ისეთივე ზრუნვა და შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს. ამიტომ როგორც ვაკეში ჭირდება გაზი ადამიანს და როგორც დიდუბეში ჭირდება წყალი და როგორც საბურთალოზე ჭირდება კანალიზაცია, აი ასევე აქ ქალაქის გარეუბანშიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ჩასახლებასაც, სადაც დევნილების ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, ჭირდება ზუსტად იგივე სერვისები. აქ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა. იქ იყო ყოფილი ცეხი ბლოკის საშრობი, რომელიც მიშენებული იყო ჩვენ შენობასთან. უკანა ფასადის ფანჯრების საერთოდ არ არსებობდა, შუქი არ შემოდიოდა, წყალი შემოდიოდა პირველ სართულში. ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვიარეთ და მივადგეთ უბრალოდ კახას შემთხვევით. ბატონმა კახამ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, თუ იქნება მერად, იმედი მრჩება რომ აი ამ კაიროს ქუჩას ააყვავებს და თბილისსაც კარგად მოუვლის. 26